ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ტრადიციულად ხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივის ეთერში გადაცემით უსამართლო სასამართლო და დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის ტროტუარების საქმეებზე საკონსტიტუციო სარჩელი. სტუმარი კი გახლავთ კონსტიტუციონალისტი ანა ფირცხალაშვილი. მოგესალმები ანა პირველ რიგში, თუმცა სანამ შენთან გადმოვიდოდე კითხვით, პატარა შესავალს გავაკეთებ ამ შემთხვევაში. ესე იგი, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვხედავთ, რომ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ ან ასე ვთქვათ სიტყვიერ გაფრთხილებებს აძლევენ მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში არაერთი კრიმინალური შემთხვევა ხდება და რეალურად ეს კრიმინალური დაჯგუფებები, მოძალადე დაჯგუფებები ქალაქში ჩვეულებრივად არსებობს, ქვეყანაში არსებობენ, თუმცა მათი დასჯა არ ხდება, ვინაიდან ამ ტიპის დაჯგუფებებზე დგას რეალურად ეს ძალა და მათ იყენებს როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე უშუალოდ ტიტუშკებად, ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებად, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს ეს ძალა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როგორც რეალური დანაშაულის, ასევე ვნახეთ ისევ და ისევ საკუთარი წიაღებიდან მინისტრების თუ ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ დაწყებული დავები, წაყენებული ბრალები და გაქცეული მინისტრებიც კი ყავს ნანახი, ისევ და ისევ ქართული ოცნების მინისტრებზეა საუბარი. ანუ ყველაფერი იმას, რასაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, ვაჟღერებდით, ვუთით რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ ქმედებებს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ახლა თავიანთივე პროკურატურა ამბობს თავის ყოფილ თანამდებობის პირებზე და ეს უნდათ დაგვაჯერონ ისე თითქოს ნორმაა და ჩვეულებრივი ამბავია, რომ ძალა, რომელიცაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, ისევ იყოს ხელისუფლებაში და ისევ მოახერხოს გაყალბებული არჩევნების შემდგომ, ასე ვთქვათ, მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნება. ეხლა თემას რო დაუბრუნდეთ, ჩვენ უკვე ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვიხილეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც განმეორებით ქმედებად დააკვალიფიცირეს გზის გადაკეტვა და ტროტუარზე დგომა ერთობლივად, ანუ ორი განსხვავებული ქმედება და რამდენიმე ადამიანი ყავს უკვე ისეთი, რომელსაც სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხე გააჩნია, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოებმა საქმე შეწყვიტეს სწორედ სისხლის სამართლებრივი ნიშნების არსებობის გამო და გადასცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ბევრი მათგანი მათ შორის მეც მაქვს გასაჩივრებული და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგა უკვე სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმეში შემოვიდა არენაზე გამოჩნდა თავად მურუსიძე, რომელმაც ბრძანა რომ თურმე კი ეს არის სისხლის სამართლებრივი ნიშნების მატარებელი ქმედება. ანუ ტროტუარზე დგომა არ მოგესმათ, ტროტუარზე დგომა არის სისხლის სამართლებრივი ნიშნების მატარებელი ქმედება. ამის პარალელურად, როგორც ბოლო ორი ცვლილება, ასე ვთქვათ, რომელიც შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ეს როგორც გზაზე დგომა ან გზის გადაკეტვა და პირბადის ტარება, ასევე ტროტუარზე დგომა, დგომის მუხლი, ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მეათე ნაწილიზე საკონსტიტუციო არაერთი საკონსტიტუციო სარჩელია შესული საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ შორის იმ პირების სახელით, რომლებსაც დღეს უდგათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხე და ამ ორი საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი, წარმომადგენელი გახლავთ სწორედ ანა და ანა ამ თემებზე მინდა რომ გესაუბრო. პირველ რიგში სანამ გადავალთ უშუალოდ პროცედურებზე, თუ როდის რას უნდა ველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, როგორ მოგვიყვე ერთ სარჩელშიც და მეორე სარჩელის შემთხვევაშიც რა არის გასაჩივრებული და რატომ მიგაჩნია შენ, რომ ეს ცვლილებები, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შევიდა, არის კონსტიტუციასთან და შესაბამისად ფუნდამენტურ უფლებასთან წინააღმდეგობაში. დიდი მადლობა მარიკა, უპირველესად შენი ბრძოლისთვის, რასაც აკეთებ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ალბათ იურისტების ის ნაწილი, რომელიც ვცდილობთ რომ გადავარჩინოთ სამართალი, შეიძლება ესედაც ვთქვათ, ძალიან ფასეული არის შენი ბრძოლა ამ ყველაფრისათვის.
ხო, მე მინდა საკონსტიტუციოსთან მიმართებით გითხრა, რომ ძალიან ბევრი ის კანონი და განსაკუთრებით ბოლო დროს, რომელიც შევიდა კანონმდებლობაში, არის დიდი ნაწილი მათი არაკონსტიტუციური და პლუს ამას თვითონ განმარტება ამ ნორმების, რასაც სასამართლო აკეთებს და როგორც განმარტავს, ისიც არის არაკონსტიტუციური, იმიტომ რომ ხდება ძირითადი უფლებების, ფუნდამენტური უფლებების პირდაპირი შელახვა და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გვედავა ამ უფლებებისთვის. პირველი სარჩელი ჩვენი 5 მოსარჩელის სარჩელი იყო და დავიწყეთ 5,000 ლარიანი ჯარიმებიდან. მაგრამ ამ პერიოდიდან გაქვს დაწყებული უკვე. სადღაც ალბათ ზაფხულის შემოდგომიდან დავიწყეთ, სადღაც ალბათ ოქტომბრის თვიდან ამ 5,000 ლარიან ჯარიმაზე სარჩელის წერა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს 5,000 ლარიანი ჯარიმა თურმე კარგი აღმოჩნდებოდა. ესე იგი, საავტომობილო გზის გადაკეთისთვის ცოტა ხანი უნდა დაგველოდა და ვნახავდით, რომ პირბადე შემოვიდა უკვე ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსში 174-ის პრიმას მე-10-ში. ნუ შესაბამისად მანამდე შევიდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები და დასჯადი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსით. და ასევე უკვე არჩევანი აღარ ქონდა სამართალშემფარდებლს, ანუ მოსამართლეს და პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა, ანუ 5,000 ლარი ან პატიმრობა კი არა, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა უნდა მიესაჯა ადამიანისთვის, რომელიც აპროტესტებდა და შესაძლოა საავტომობილო გზაზეც იდგა და ამისი პრაქტიკა ჩვენ ვნახეთ, რომ შეიძლება გადაკეტილ გზაზე ადამიანი იდგა და ესე იყო ძალიან ხშირ შემთხვევაში. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები კეტავდნენ გზას, იმიტომ რომ იყო ხალხის შესაბამისი ოდენობა, მაგრამ შემდეგ გადასვლაზე შეიძლება აი მაგალითად მადლენას ქალბატონი მადლენა ჩელაჩევას შემთხვევაში, ქალბატონი აზას შემთხვევაში ჩვენ მქონდა რომ აფიქსირებს რამდენიმე წუთს მხოლოდ კამერა, სადაც დგას სავალ ნაწილზე, საავტომობილო გზის ნაწილზე და ამისთვის ვიცით ჩვენ რომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეიფარდა ადამიანებს. ეს იყო პირველი სარჩელი 19 ნოემბერს შევიდა, იგი საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირებულია, მაგრამ იმის მერე ჩვენ არაფერი არ ვიცით ამ სარჩელის გასაჩივრებული არის არა მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსის, არამედ სისხლის სამართლებრივი ნორმაც, რომელიც განმეორების შემთხვევაში ითვალისწინებს 347 მუხლი არის ეს მოგეხსენებათ და 1 წლამდე პატიმრობა არის ამისთვის განსაზღვრული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში ადამიანის ღირსებას ურტყავს ეს და არღვევს ის და რატომ ადამიანის ღირსება, რომელიც კონსტიტუციის ეს არ არის ჩვეულებრივი ნორმა, ეს არის ნორმა პრინციპი. და ამბობს, რომ ადამიანის გამოყენება რაიმეს მისაღწევად და ამ შემთხვევაში მაგალითად ადამიანებს იყენებს კანონმდებლობა და ამ შემთხვევაში კანონმდებელი და ის ძალა, რომელიც ამ წუთში მართავს ამ ქვეყანას, იყენებს იმისთვის, რომ დააშინოს ხვები, რომ მეორედ აღარ გავიდეს, არ გააპროტესტოს და საერთოდ მოუსპოს გამოხატვის უფლება. და ამიტომ ჩვენ მგონია, რომ ის ნორმები, რომელიც არის აბსოლუტურად არაპროპორციული იმ მოქმედებასთან, რა მოქმედებისთვისაც ისჯება ადამიანი, არის არაკონსტიტუციური. ჩვენ თუ გადავხედავთ ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსს, აი ვნახავთ, რომ მაგალითად შეიძლება აი ისეთი მოქმედებები, როგორიც არის აი ნაგვის გადაყრა ქუჩაში, დაბინძურება, გარემოსი, ან მაგალითად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა, აი ისეთი მოქმედებები, აი თუნდაც მაგალითად გარყვნილი ქმედება და მათ შორის არასრულწლოვანზე, ნუ ეს უკვე სანამ სისხლის სამართლებრივი იქნება, იქამდე სადღაც ჯარიმდება 1000-2000 ლარით და ასე შემდეგ და ტროტუარზე მოქალაქეების სავალ ნაწილზე დგომა სისხლის სამართლებრივათაც კი შეიძლება იყოს დასჯადი, ხო? ანუ ეს არის სრულიად ამას არც კი ჭირდება ალბათ კონსტიტუცია, ამას ჩვეულებრივად ლოგიკური აზროვნების ადამიანი მოქალაქე, რომელსაც შეუძლია გაიაზროს, ისიც კი მიხვდება, რომ ეს ყველა სამართლებრივ ლოგიკას ცდება. ხო, ეს იყო ჩვენი პირველი სარჩელი. ნუ არაფერი არ ისმის იმის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოდან ვიცით რომ დაეწერა ერთ-ერთ მოსამართლეს პირველ კოლეგიაზე არის დაწერილი ბატონ გიორგი თევდორაშვილი არის მოსამართლე რომელიც ამას განიხილავს და ჩვენ მაშინ ვითხოვდით რომ ნორმა შეჩერებულიყო მისი მოქმედება მანამ სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავდა და შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მაგრამ ნახეთ რომ ეს ასე არ მომხდარა
კი არა და საერთოდ არ განუხილავთ, 3 თვე გავიდა ეს უნდა მეკითხა, ანუ განიხილეს და უარი თქვეს თუ უბრალოდ არც კი განუხილავთ ეს შუამდგომლობა. კი, სამწუხაროდ საერთოდ არც შუამდგომლობა განუხილავთ და საქმე საერთოდ საკონსტიტუციო სასამართლოს სპეციფიკა ეს არის, რომ პირველ ეტაპზე განწესრიგებელი სხდომა არის და სასამართლო მსჯელობს ზოგადად მიიღოს თუ არ მიიღოს და რომელ მუხლებთან მიიღოს საქმე განსახილველად და ეს სხდომაც კი არ შემდგარა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან პირველი მოდით აქედან დავიწყოთ, რომ 9 მოსამართლე, ნუ ახლა 8 არის, იმიტომ რომ ერთ-ერთი მოსამართლეს ადგილი ვერ შეივსო, იმიტომ რომ არ არსებობს იმდენი ქორუმი 90 ხმა და შესაბამისად ვერ 8 მოსამართლე რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაახლოებით გადაწყვეტილებას წელიწადში იღებს ალბათ ყველაზე მაქსიმუმ 12-13-ს. საკონსტიტუციო სასამართლოში. მაშინ როცა მდგომარეობა არის ქვეყანაში, ვხედავთ ჩვენ როგორი, რომ აი მართლაც ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრებათ, საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ არაფერს არ აკეთებს. ეს უმოქმედობა არის იმისი ტოლფასი, რომ ცუდი რაღაცა უმოქმედობა არ ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომ აი რაღაცა შეიძლება ვთქვათ, უნდა რომ სამართლიანობა დაამყაროს და თავს იკავებს რაღაცა. არა, ეს იმისი ტოლფასია, რომ საკონსტიტუციო საქალაქო სასამართლოების მოსამართლეები და ადამიანებს უშვებენ პატიმრობაში ტროტუარზე დგომის გამო ან პირბადის კეთების გამო. აი ახლა საკონსტიტუციოს მიიღო დაიწყებული აქვს თავის ფუნქცია, გინდა საერთო სასამართლოებს და გინდა საკონსტიტუციო სასამართლოს. ხო ფუნქცია აქვს დაიწყებული მართლმსაჯულების განხორციელება, ადამიანების უფლებების დაცვა ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან. ოღონდ საკონსტიტუციო ამას უმოქმედობით აკეთებს და ქალაქის სასამართლოები და რავით სააპელაციო და ასე შემდეგ ამას მოქმედებით გამოხატავს. თორე ზუსტად თანაბარი წვლილი მიუძღვით ორივეს ადამიანის უფლებათა დარღვევაში. ხო, ეხლა რომ გადავიდეთ უკვე ტროტუარზე დგომის გამო სარჩელი და აქ ერთ-ერთი არის ლაშა სონგულია, რომელთან დაკავშირებითაც პირველი სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე მურუსიძე მიიღო, უკვე არსებობს და დაადასტურა, რომ კი თურმე ტროტუარზე დგომა შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. კი ბატონო. მე ვიტყოდი, რომ და ეხლა გამახსენეთ თუ ამ ოდიოზურ მოსამართლეს აქვს მით უმეტეს საქმე, მე მახსოვს, რომ ეს მოსამართლე წინა ხელისუფლების დროს რომ იყო და შემდეგ პასუხს რომ სთხოვდნენ, რატომ მიიღე ესეთი გადაწყვეტილება, რამ ექნა უკანონი იყო ესეთიო. და პასუხი იყო ამისი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გაგესაჩივრებინო თუ ესეთი კანონი იყო და ეხლაც იგივე არის. თუ ის გრძნობს და მე რო პასუხი უნდა აგოს და ეს დრო ალბათ რა ვიცი მე იმედი მაქვს ოდესმე მოbrunდება, რომ ყველა ის მოსამართლე, რომელიც ამ კანონით ეხლა გადაწყვეტილებებს იღებს, მას შეეძლო თუ კი ოდნავ მაინც სამართლებრივი ლოგიკა ან მოსამართლის შინაგანი რწმენა კარნახობდა მას, რომ ეს სამართლიანი არ არის, რასაც მე ვაკეთებ, მას მაშინვე უნდა მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. მაგრამ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ეხლა თითქმის ყველა საქმეში, ანა აქვე საქმის გულში ჩაგაყენებ, თითქმის ყველა ჩვენს მენელსაც მოვუყვები, რომ თითქმის ყველა საქმეში ყველა ადვოკატი აყენებს შუამდგომლობას, რომ გამოიყენოს მოსამართლემ საერთო სასამართლოების შესახებ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მანამ კი გააჩეროს ეს განხილვა, ანუ საქალაქო სასამართლოებში. არც ერთ შემთხვევაში ამას არ იყენებენ და ერთ-ერთ ბოლო პროცესზე ესეთი დასაბუთება მოვისმინე, რომ თურმე მერე თუ გაუქმდა, მერე უკვე იმოქმედებს შესაბამისად. ამ დროს თუ ადამიანი იყო დაკავებული უსაფუძვლოდ, თუნდაც ერთი დღე, ერთი საათი, ეს ისეთი სიკეთე ილახება, ისეთი სიკეთის ხელყოფა ხდება, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება. მერე ვერანაირი მოქმედებით და ვერანაირი მატერიალური კომპენსაციით. კი ბატონო. აი სისხლის სამართლებრივ საქმეებში, როდესაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, მას შეიძლება მერე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს კონდეს გარკვეულწილად ის უკუძალა და მერე იმ ადამიანებმა მოითხოვონ კომპენსაცია და ასე შემდეგ. თუმცა ადმინისტრაციულზე ძალიან სადავო არის, იმიტომ რომ შემდეგ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ თუ კი საკონსტიტუციო სასამართლომაც თქვა, რომ აი ეს ნორმები არ იყო კონსტიტუციური, ამ შემთხვევაშიც კი ძალიან რთული არის, რომ მერე უკან სულით გამოასწარო სამოქალაქო საქმეებზე საერთოდ შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ უკვე დადგა მოვლენები და ასე შემდეგ. ამიტომ არ ვიცი თუ ვინმეს ესმის და ძალიან კარგადაც ესმით ჩემი აზრით, აქ ცოდნაში არ არის პრობლემა, პირველ კურსელებს როცა ვასწავლით, ვეუბნებით ჩვენ, რომ ნახეთ თუ კი მოსამართლე ხარ და შინაგანი რწმენა გეუბნება, რომ რომელიმე ნორმა არ არის კონსტიტუციური, იმიტომ რომ კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს ყველა ის კანონი ან ნორმატიული აქტი,
რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, ხო? მაშინვე უნდა მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ ნუ ახლა თუ დავალება აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა ის არ მიმართავს. პირდაპირ ხო წერია რომ ეს არის მოსამართლის დისკრეცია, თუმცა კანონმდებელმა ჩემი ღრმა რწმენით იმთავითვე ივარაუდა რომ როგორც კი ოდნავ ვიეჭვი გაუჩნდებოდა, ის აუცილებლად მიმართავდა და ამ დისკრეციას იყენებენ ფარად, ასე ვთქვათ და მე ვერ ვხედავ რომ აქ რამე არის ანტიკონსტიტუციური. ამ დროს ხედავენ რომ ერთი და იგივე ადამიანები, დემონსტრანტები, რომლებიც უბრალოდ დგანან ტროტუარზე, აი მათი საქმე შედის სხვადასხვა მუხლებით და პარალელურად კიდე კრიმინალს მიაქვს ჩვენი ქვეყანა და დედებმა სანამ მართლა რკინის ქალამნები არ ჩაიცვეს და არ იომეს და საკუთარი შვილების კვლელების გამოსავლენად საქმეები არ გახსნეს. ბრალი არ წააყენეს. სამაგიეროდ დღეს მენთეშაშვილი გზაზე დგომის გამო ციხეში არის სისხლის სამართლებრივი წესით. ანა ბდეიანს, სოფო როინიშვილს. არასრულწლოვანი შვილების დედა ანა ბდეიანი. ხო, ანუ ეს პასუხისგებლობის საფრთხის წინაშე დგას. ყისიერი საფრთხეა ეს, ხო? კი. ზუსტად ამაზე მივუთითებთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენს ბოლოს არჩევლში, რომელიც დარეგისტრირდა გუშინ, რომ მივუთითებთ, რომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ნორმა მოქმედება შეაჩეროს, მანამ სანამ ის საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ თუ გადავხედავთ საკონსტიტუციო სასამართლოს 2-3 წელი ჭირდება გადაწყვეტილებების მისაღებად. 9 მოსამართლეს რატომ უნდა ჭირდებოდეს ამდენი ხანი ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ ეს არის სტატისტიკა, რასაც გვეუბნება ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოება, რომ 2-3 მინიმუმ თორე ხო გახსოვთ პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ეხლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ახალი ცვლილებები, სადაც კანონმდებელი ეუბნება საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ოქტომბერში მიიღეს ეს ცვლილებები, სადაც ეუბნება სასამართლოს, რომ 9 თვიანი ვადა გაქვს, რომ განიხილო და ბოლომდე დაასრულო მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზეო. სხვაგან არანაირი ვადა არ არის, გააგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რამდენი ხანიც უნდა. რა ვიცი, ჩემი საქმე მაგალითად ნუ ძველი საქმე არის, სადღაც 1-4 წელი მიდიოდა მომხმარებელთა უფლებებზე იყო და იქ ალბათ რა ვიცი, გაზის, შუქის ჩაჭრაზე იყო ყველაფერი ერთად რომ მიმულიყო, ხო? ანუ ზოგადად სამწუხაროდ ამდენი ხანი მიმდინარეობს ყველა საქმის წარმოება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მანამდე სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ შეაჩერონ ამისი წარმოება, არასრულწლოვანი შვილების დედას ემუქრება, რა ვიცი, რომელ ტრადიციებზე საუბრობთ საერთოდ, რა ოჯახზე საუბრობთ, რაზედაც აქვს ამ მართველ პოლიტიკურ ძალას ამბიციები, ხო? ოჯახი და რა ვიცი, შვილები და გამრავლება და ნუ რანაირად უნდა დემოგრაფიულად გამრავლდეს ეს ქვეყანა, შვილების თუ დედას დაუჭერდა, რა ვიცი, ციხეში თუ ჩაუსვავ, ხო? აი ნორმა დაქცევ. ხო, გვაგუებენ, რომ ეს შეიძლება იყოს ნორმა, ანუ ჩვენი ტრადიციების ხალხს გვაგუებენ, რომ არასრულწლოვანი შვილების დედა ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება ციხეში ჩასვან. კი ბატონო. ამას მე მადმწავს და მჯერა, რომ ამას ქართველი ვერ შეეგუება, უბრალოდ ვერ შეეგუება. სამწუხაროდ ეხლა მდელი მდგომარეობით, რასაც ჩვენ ვხედავთ, უკუძალის პრინციპზე, რაზედაც ჩვენ ასევე ვაპელირებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი არის, მე არ მჯერა, რომ ამ პრინციპს ნებისმიერი არაიურისტიც კი გაიგებს, რომ კანონს არ შეიძლება უკუძალა კონდეს და მე ვერ წარმომიდგენია თუნდაც აი სონგულია საქმეში რომ მითხარით. მოგიხდი, ჩვენ კი გვესმის ეს უკუძალა რა არის, მაგრამ მაყურებლისთვის რო ავხსნათ. კი, ესე იგი, თვითონ საქართველოს კონსტიტუცია გვეუბნება ჩვენ ესეთ რაღაცას, რომ და კონსტიტუციის 31 მუხლის მე-9 პუნქტი გვეუბნება, რომ ადამიანმა თუ არ იცის რისთვის დაისჯება ის მომავალში, ის არ შეიძლება, ანუ თუ არ ვიცოდი ჩვენ არ შეიძლებოდა გვცოდნოდა რა იქნებოდა დასჯადი საქმე და როცა ქმედება და როცა მიიღებს კანონმდებელი რაიმე ნორმას ან კანონს არ შეიძლება რომ ის გავრცელდეს უკვე მომხდარ მოქმედებებზე, თუ კი ეს კანონი არ ამსუბუქებს ამ პასუხისმგებლობას. თუ ამსუბუქებს, მაშინ შეიძლება ერთ-ერთი პირველი რაც პირველ კურსზე ვისწავლე და მე ვასწავლე ნორმატიული აქტების შესახებ კანონი, სადაც ეს ელემენტარული იურიდიული ლოგიკები არის ახსნილი, ხო? კი ბატონო, იდეა არის ეს კანონის, რომ უბრალოდ რანაირად დავისაჯო იმისთვის, რაც არ ვიცოდი, რომ შეიძლება დასჯადი ყოფილიყო. ამიტომ კანონმდებელს არ შეუძლია, რომ მე თუ რაღაცა გავაკეთე, რომელიც მაშინ არ იყო დასჯადი, ის ჩათვალოს დასჯად მოქმედებად. კი ბატონო, და ლაშა სონგულიას შემთხვევას უკავშირებთ. ხო, აი ლაშა სონგულიას
განხილვებული ეს შემთხვევაში უკვე სააპელაციოს გადაწყვეტილება რადგან არის, ანუ ეს უფრო კარგად შენიცია ეს საკითხი, მაგრამ როგორც მიყვებოდა ეხლა თვითონ და ჩვენ აღვწერეთ საკონსტიტუციო სარჩელშიც არის ასე, ისე როგორც ლაშამ, ასევე ანას საქმეში, ასევე ლიზის საქმეში, ესე იგი მოსარჩელები იყვნენ სახელმდებულებები ავტოსაგზაო გზაზე დგომისთვის და ისინი ამათ სახდელი ის იყო ანას შემთხვევაში 5,000 ლარი, იმიტომ რომ არასრულწლოვანი შვილები ყავდა და საპატიმრო სასჯელი გამოიყენეს ამ შემთხვევაში, სახდელი გამოიყენეს ლიზის შემთხვევაში და ლაშას შემთხვევაში. ამის შემდეგ ხოდაც ის იყო ნოემბერში. ამის შემდეგ შევიდა ცვლილება კანონმდებლობაში და იმავე მუხლში ჩაწერეს, რომ არა მხოლოდ ავტოსატრანსპორტო, არამედ ხალხის სამოძრაო გზაზე გავრცელდებოდა ასევე ეს აკრძალვა. და შემდეგ, ესე იგი, ჩათვალეს განმეორებად ის ქმედება ორი სხვადასხვა შემადგენლობა, ერთი ავტოსატრანსპორტო გზაზე დგომა და მეორე ხალხის სავალ ნაწილზე დგომა, ჩაითვალა ერთი და იგივედ და უკვე ამ ადამიანებს, იმიტომ რომ განმეორებით ჩაითვალა და სააპელაციომ თქვა რომ სწორიაო, ესე უნდა იყოსო, ჩაითვალა რომ უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება შედგეს და თან უკუძალა მიეცა ნორმას, ხო? საერთოდ უკუძალაც რომ არ კონდეს და ორჯერ ტროტუარზე დგომა რატო უნდა იყოს სისხლის სამართლებრივად დასჯადი, მაგრამ უკუძალა რომ აქვს, ეგ კიდე საერთოდ ანუ აბსოლუტურად სამართლებრივი ნონსენსი არის. არათუ კონსტიტუციას და საერთოდ როცა თუნდაც სტუდენტებთან ვსაუბრობთ, რა ვიცი, აი კონსტიტუციური არის და კონსტიტუციური კი არის, მაგრამ ჩვენ გასული ვართ საერთოდ ამ კონსტიტუციის ფარგლებიდან. აი ესეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენ დღეს მდგომარეობით, რომ სამწუხაროა, მაგრამ ნუ რა ვქნა, უნდა ეგეც უნდა ითქვას. რომ ანუ ყველა ეს კანონმდებლობა, რითაც იმართება დღეს რა ვიცი საზოგადოებრივი ურთიერთობები, სამართალი როგორ დაუძახო, მაგრამ რა ვიცი ესე გვიწევს ხო, რომ დავემორჩილოთ და სხვა გზა აღარ გვაქვს. არათუ კონსტიტუციური, არამედ საერთოდ ამოვარდნილია ყველანაირი ფუნდამენტური ნორმებიდან, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, მაგრამ არა მხოლოდ კონსტიტუციით, მთლიანად საერთაშორისო სამართლებრივი, ან გინდაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა პრაქტიკას რო შევხედოთ, ან გინდაც ადამიანის უფლებათა კონვენცია, რომელზეც მიერთებული ვართ ჩვენ, გინდაც რა ვიცი წამების კომისია ნახეთ ახლა ევროსაბჭოში რა თქვა, რომ იმასაც პირდაპირ წინააღმდეგებით. რეალურად ერთხელ რომ გავიდა აი ეს რეჟიმი. კი, აი ზუსტად ამ ყველაფერს მოყვება და მე ჩემთვის ესე ვხედავ, რომ სასამართლო დღეს რო იდგეს თავის სიმაღლეზე, არ ექნებოდა საქართველოში ადგილი ადამიანის უფლებების მასობრივ და განგრძობად რღვევას. იმიტომ რომ სასამართლო მოახდენდა ამის დაცვას და პრევენციას, რისი ფუნქციაც მას გააჩნია. და როდესაც მიდის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ აბსურდული მოთხოვნებით და არ დაუკმაყოფილებს არც ერთს, როდესაც სისხლის სამართლის თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები შედის და წინასწარ პატიმრობებში ტოვებს ჯერ თავიდან რომ კარგად დასაჯოს ადამიანი და ამ დროს მილიონების ბრალდებით, მიტაცების ბრალდებით ბრალდებული პრემიერ-მინისტრი მაგალითად გირაოთი გარეთ იყო, ხო და არაერთი ესეთი შემთხვევა, რაც თავის ხალხს შეეხებათ, ხო? და შემდგომ წაუყენებენ ხოლმე ბრალს. მოკლედ ეს არის მოცემულობა, ეს მოცემულობა შექმნა იმან, რომ სასამართლო არ არსებობს და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლოს რეფორმის ჩატარება. მაგაზე მეც მოყვებით და რა მინდა რომ აქ ხაზგასმით თქვა რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ღერძი, რომელიც უბრალოდ გარდაუვალია სხვაგვარად სამართლებრივი სახელმწიფო ვერ გვექნება, თუ არ გვექნება დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო. რაც არ უნდა კარგი არჩევნები ჩაატარო, თუ არ ვიცი, თუ გინდას ცუდი არჩევნები ჩაატარო, ან ყველანაირად ცუდი მდგომარეობა ქონდეს ქვეყანაში, თუ კი სასამართლოში, ადამიანს ეცოდინება რომ სასამართლოში მივა და სასამართლოში შეიძლება მას თავისი უფლების დაცვა, აი ჩვენ უკვე პრობლემები არ გვექნება. არც იგივე ამდენი არც გამოსვლა იქნება ესე რომ ძალიან აწუხებს რუსთაველი ხო ხელისუფლებას. თუ კი ჩვენ გვეცოდინება რომ სასამართლო არის ის რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მე ვფიქრობ რომ ქვეყანაში გვექნება ძალიან ნაკლები პრობლემა. თუნდაც დავიწყოთ არც სიღარიბის პრობლემა გვექნება აქედან რომ დავიწყოთ. ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. ხო, ამიტომ ეგ არის ღერძი სწორედაც სამართლებრივი სახელმწიფოს იგეთ ახმებით. ეხლა მინდა გკითხო, ანუ ზუსტად
ზუსტად რომ დავაკონკრეტოთ, რა გაქვთ გასაჩივრებული ორივე სარჩელის ფარგლებში, რა სითხოთ, რომ დაკმაყოფილდეს, რა შედეგი დადგება და მე პროცედურებზე ვისაუბროთ და ამითი დავასრულოთ კიდევაც. კი ბატონო. ჩვენ ესე იგი დავიწყოთ ამითი, რომ ვასაჩივრებთ ყველა იმ ნორმას, რომელიც ზღუდავს შეკრებებისა და თავისუფლებების უფლებას და ზღუდავს არაპროპორციულად. ერთი დავიწყოთ პირველით, ის 5,000 ლარიანი ჯარიმა ვიზედაც ვრცელდება და ეხლა ვნახეთ ჩვენ, რომ ჯერ კიდევ უკუძალა იმას აქვს, ვინც ადრე იყო დაჯარიმებული და სააპელაციოში იყო, ესეც არის გასაჩივრებული. ერთი ეს, მეორე, ანუ ეს ნოემბრის სარჩელით არის გასაჩივრებული პირბადეების ტარება, მესამე საავტომობილო გზაზე დგომა და გადაკეტვა წერია, მაგრამ დგომა და ნებისმიერი ყოფნა გასაჩივრებულია, იმიტომ რომ ბუნდოვანია ეს ნორმები ყველაფერი, ანუ ამიტომ არის და ეხლა ახალი სარჩელით გასაჩივრებული არის სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა ორივე ხალხის სავალ ადგილზე დგომისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველა ეს ნორმები არის კონსტიტუციის სამ ნორმასთან შეუსაბამობაში მოდის. ერთი არის ადამიანის ღირსება, კონსტიტუციის მე-9 მუხლით არის დაცული, მეორე არის 21 მუხლის შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება და მესამე არის 31 მუხლის მე-9 პუნქტი კონსტიტუციის, რომელიც გვეუბნება, რომ უკუძალა კანონს არ უნდა კონდეს. ეს ფიქრობთ ჩვენ, რომ თუ ესენი დაკმაყოფილდა, უნდა ველოდოთ იმას, ну ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით გვინდა რომ შეჩერდეს და ეს არის პირველადი, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი მიზანი. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდება ყველა ის საქმე, ყველა ის წარმოება, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ეტაპზე არის, შეიძლება უბრალოდ დაჯარიმებულია სასამართლომდე არ არის მისული თუ ასე შემდეგ. და თუ კი ვთქვათ, ჯარიმა აქვს ადამიანს გადახდილი, ან ვთქვათ არის დაკავებული, იქ რაღაცები შეიძლება წავიდეს და მოთხოვნის უფლებები თუ ვთქვათ ზის უკვე და ამ წუთში ვთქვათ იხდის სასჯელს, სახდელს, დაუშვათ ზოგი არის 10-14 დღით და ასე შემდეგ, ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ არის, ყველა შემთხვევაში, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება, ესე უნდა დაინახოს ქალაქის, ანუ სასამართლოებმა, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა. ეს კარგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა. სამართლებრივი სახელმწიფო შემთხვევაში. კი ბატონო. და ეს ბოლო კითხვა პრინციპში რას ველოდებით და როდის ველოდებით? ანუ პროცედურები როგორია? კი ბატონო. საერთოდ წესით და რიგით 9 ანუ პირველადი რეგისტრაციის და თვითონ მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საორგანიზაციო თვალსაზრისით იქ რო საორგანიზაციოდ შევიდა, დარეგისტრირდა 3 დღეში, ეს ყველაფერი კარგად გაკეთდა. ანუ თვითონ აპარატი სასამართლოსი ნამდვილად ვერ უსაყვედურებ უკაცრავად. იმიტომ რომ 3 დღის ვადა ჰქონდათ რომ დაერეგისტრირებინა და ესეც გაკეთდა. მერე 9 დღის ვადა აქვს თუ 10 დღის ვადაში უნდა აიტვირთოს, აიტვირთა მშვენივრად და ეხლა უკვე ჯერი არის თვითონ მოსამართლეებზე დაეწერება შემდეგ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით რომელიმე ერთ-ერთ მოსამართლეს გიორგი თევდორაშვილს აქვს პირველ ინსტანციაში და მე მგონი სხვა მაგალითად კახა ციქარიშვილმა რო გაასაჩივრა ტროტუარები ისიც. ანუ ეს საქმეები როგორც მე ვხედავ ბატონ გიორგის აქვს დაწერილი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ის რაღაცნაირად გულისხმიერად მიუდგება ამ საკითხს, იმიტომ რომ ალბათ მისი სტუდენტებიც ბევრი არიან იგივე მდგომარეობაში, რა ვიცი, ქუჩაში, ან შეიძლება დაჯარიმებულები, ან შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას სტუდენტი რომ არც იყოს, ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ელოდებიან ყოველდღიურად რა გადაწყვეტილება მიიღება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამიტომ ვიტოვებ მე მაინც იმედს, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვე გავიდა პირველი სარჩელიდან მეორე სარჩელზე, ნამდვილად იმიტომ რომ უკუძალა საერთოდ კატასტროფაა თუ ამას შევხედავთ ჩვენ. და 9 თვის ვადა არის ფორმალურად რო ვთქვათ განსაზღვრული იმისთვის რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან ზოგადად წერია განიხილოს საქმე. განიხილოს, ну არსებითად მაინც თუ არ განიხილა, გამწესრიგებელ ეტაპზე მაინც რო განიხილოს და გამწესრიგებელზე შეიძლება მიიღოს ის გადაწყვეტილებაც რომ ნორმები შეჩერდეს, ხო? აი ამას ველოდებით ჩვენ ძალიან. 9 თვე არის ძალიან ბევრი, 9 თვე არის მაქსიმუმი ვადა, თუმცა შეიძლება ამ 9 თვესაც გადააჭარბონ სამწუხაროდ. ანუ არა პროგნოზირებადია, ამიტომ მე ნამდვილად ვერ გეტყვით ახლა კარგ და ცუდ შემთხვევაში შეიძლება თქვა ეგ როგორ იქნება, ცუდ შემთხვევაში ალბათ რა ვიცი 1-5-7 წელი არ განიხილავენ, თუმცა კარგ შემთხვევაში და კეთილსინდისიერი სასამართლოს შემთხვევაში უკვე განხილული უნდა იყოს ნოემბრის საქმე და ეხლა შესული უკვე უნდა იწყებოდეს სასამართლოები, უნდა იწყებდნენ სასწრაფოდ აუცილებლად გამწესრიგებელზე განიხილება ეს შუამდგომლობა. ასე რომ არ ვიცი მე ვიტოვებ მაინც
რაიმეც საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომ ისინი მართლაც თავიანთ ვალდებულებას შეასრულებენ კეთილსინდისიერად და რაც შეიძლება სწრაფად განიხილავენ იმ სარჩელებს, რომელიც ანუ მე ვიტყოდი, რომ საშინელ ზიანს აყენებს ჩვენ საზოგადოებას და პერსონალურად ადამიანებს. მე სამწუხაროს ამის იმედი და მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს ვცდები ან შევცდები. ანა, მადლობა სტუმრობისთვის, არა მხოლოდ სტუმრობისთვის, არამედ იმას, რასაც აკეთებ, იმიტომ რომ ესეც ჩვენი მოხალისეობრივი საქმიანობა, ასე ვთქვათ, გვერდში დგომაა ამ ადამიანების, რომლებსაც კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ შეიძლება მათ შორის დაუდგეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა. მადლობა ამ ყველაფრისთვის, დაგემშვიდობები. სამადლობელო არაფერია, იქნება რაღაცნაირად ერთიანი ძალებით ყველა ერთად შევძლებთ დარწმუნებული. მე ვარ, რომ გადავლახოთ ეს რაღაცა სამართლებრივი სად ვართ, არ ვიცი, დილემა ალბათ და ამ ცვლილებებს ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ. ამაში ნამდვილად მეც დარწმუნებული ვარ და მჯერა დაგემშვიდობებით თქვენს მომავალ პარასკევამდე. ყოველ პარასკევს 4 საათზე უკვე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო